ტანჯული ადამიანის სიტყვაა დავითის ფსალმუნებში. წყურის, ანუ ძლიერ ვიტანჯებიო გვეუბნება უფალი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჯვარც მის თანამდებო ტანჯვათაგან ერთ-ერთი ყველაზე საშინელია წყურვილის დაუოკებელი გრძნობა. წყუროდა უფალს. კასობრივად იტანჯებოდა წყურვილით და ითხოვდა წყალს ადამიანებისგან. ძლიერი, მაგრამ ამაყი ბუნების ადამიანი ისე დაითმენდა ტანჯვას, ისე გავიდოდა ამ სოფლიდან, სიტყვის ღირსადაც არ ჩათვლიდა ამ ქვეყნის უბადრუგ, მოღალატე და მისთვის საძულველ არ არაობებს. მაგრამ მათ ცხოვარი სხვაგვარად მოიქცა. რამე თუ იგი სრული გულწრფელობა და სიყვარულია, არავინ სულს. სახარებაში უფლის უკანასკნელ სიტყვებს შორის რომ არ ყოფილიყო სიტყვა მწყურის, ადამიანები ვერასდროს დარწმუნდებოდნენ, რომ უფალმა არ უარყო მისი უარმყოფელნი. გაბოროტებულ და გულქვა ჯალათებისაგან სიყვარულსა და თანაგრძნობას ელოდა, არ მალავდა ტკივილებს, რამე თუ უყვარდა ისინი და სწყუროდა საპასუხო გრძნობა. მძიმე სანახავი იყო უფლის წამება. თვით გულქვა მეომრის გულის კი ჯვარცმული